მოგესალმებით. ამჟამად უნდა ვისაუბრო ისეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ცოდნა იმისა, გრძელდება თუ არა ადამიანის სიცოცხლე მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ. რამე თუ ეს არის საკითხი, რომლისადმი ინტერესიც არასოდეს განელებია გაწოლილი. მართალია სულისმიერი რეინკარნაცია არსებული მოვლენა გახლავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეალობა მაინც ასეთია. არც წარსულში და არც ამჟამად საიქიოდან პიროვნული განმეორებებით არავინ დაბრუნებულა და ვერც მომავალში მოხდება ასეთი რამ. ამიტომ საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა გზით არის შესაძლებელი განსახილველი საკითხვის შესახებ ნამდვილი ცნობების მოპოვება. მოგახსენებთ, რომ ასეთი გზა ერთადერთი არსებობს მხოლოდ და ეს არის გონივრული განსჯა, რაც წარმოადგენს კიდეც აღსრულებას ღმერთის მიერ დადგენილი ამ კანონისა. გონება ისეთი განსჯა, რომელიც სწორედ გადაწყვეტილებებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს. სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა მათი მიზეზებით. მაშასადამე სიბრძნე არის რჯულში გასწავლა. ის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს კი საკუთარი სარგებლობისათვის სწავლა. სიბრძნის სახეობანია გონევრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაუგება, რომელთა შორისაც უმთავრესია გონივრული განსჯა. მაშასადამე მიმართავ გონივრულ განსჯას და განვიხილავ იმას, თუ რას ემყარება ადამიანური სიცოცხლის არსს. და როგორადაც ეს ცნობილია კიდეც ეს საფუძველი ცნობიერება. რადგან თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის პიროვნულობას და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ის ფიზიკური თვალსაზრისით ცოცხალი არსება კი არის, მაგრამ ადამიანური სტატუსის მქონეობას მოკლებულია. ვინაიდან მისი ცნობიერული ფუნქციონირება ვერ არის საკმარისი ამ სტატუსის შეფასებისათვის დადგანილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ახლა კი იმ შემთხვევას განვიხილავ, როცა ადამიანი აზროვნებს, მაგრამ სხეულის ფუნქციონირებას ვერ აქვს მოქმედებების განხორციელების შემძლე მდგომარეობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთი ადამიანი აკმაყოფილებს ადამიანური სტატუსის მქონეობის მოთხოვნებს, რადგან მას აღქმითი უნარი აქვს და მასთან დაკონტაქტებაც შესაძლებელია, რაც ვერ ხდებოდა წინა შემთხვევაში. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამიანად არსებობის გამსაზღვრელი ცნობიერება, მაგრამ ცნობიერებასაც აქვს თავისი საზღვრები და რაგით უმაღლესი ხარისხის შემეცნებისაც იყოს იგი, მაინც არ ახსოვს მოსატყოფნის პერიოდის ამბები. ესე იგი, ადამიანური აზროვნება შემოსაზღვრულია თავისი გრძნობათა ორგანოების აღქმის შემძლეობით და მისი მახსოვრობა წდება მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრების აღქმას. რაც შეეხება სხვა გარემოში ცხოვრებას, სადაც მის არსებობის შესახებ ის ვერ გააცნობიერებს. ვინაიდან დედამიწაზე არსებულ იმ გარემოში ყოფნის აღქმის შემძლეც კი ვერ არის, რასაც მუცლად ყოფნის პერიოდი ჰქვია. ხოლო მუცლად ყოფნისას რომ ნაყოფს შეგრძნებადობა აქვს, ამის მტკიცებულების უამრავი დეტალია ცნობილი და მას კომენტარი აღარ სჭირდება. ახლა რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი გარდაიცვალა? ამ შემთხვევაში რაც საყოველთაოდ ცნობილი არის ის, რომ ხდება აზროვნების გათიშვა. რაც შეეხება სხეულის ფიზიკურობას, მას კი არაფერი აკლებდება, მაგრამ ვერ ფუნქციონირებს და რატომ? იმიტომ რომ მას განშორდა სული, რომელიც არის სიცოცხლის წყარო. ახლა კი გონიერი განსჯის გამოყენების ფონზე მოვიშველიებ ამ სამყაროს იმ კანონზომიერებას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს, რომ მატერიალურ სამყაროში არაფერი ქრება, არამედ ადგილი აქვს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას, რაც ხდება დადგენილი კანონზომიერული შესაბამისობით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აზროვნებით შექმნილი არქივი არ ქრება, რადგან ცნობილია ის, რომ გარდაცვალების შემდეგ სული ცოცხალი და ფუნქციონირებადია, აზროვნების არქივი, რომელიც ფიზიკურად ველია, თანამგზავრობს სულთან, რომელიც ფიზიკური თვალსაზრისით ასევე ველია და მიყვება იქ, სადაც ის წაიღება. აი აქ კი უკვე იმის ცოდნაა საჭირო, სად მიდის სული და რისთვის. როგორადაც ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, სული ჩართულია კოსმოსურ მიზიდულობაში. ამიტომ მას ძალუს კოსმოსში გასვლა მაშინ, როცა სხეულს განშორდება. მაგრამ სხეულთან განშორების შემდეგ ის უკვე მარტო აღარ არის, რადგან მასთან თანამგზავრობს აზროვნებითი ველი. ამიტომაც ის დედამიწურ მიზიდულობას მხოლოდ მაშინ დასძლევს და კოსმოსში გააღწევს, თუ კი მასზე მიბმული აზროვნება ისეთი პატრონის მიერ იქნება შექმნილი, რომელიც ღმერთისაგან დაწესებული კანონების დამცველი იყო. ამ შემთხვევაში სული თავის თანამგზავრთან ერთად დასძლევს დედამიწურ მიზიდულობას, გააღწევს კოსმოსში და მიდის მარსზე, სადაც ღებულობს შესატყვის სხეულს და შემდეგ გარკვეულ პერიოდში გამოიღებს იმ ნაყოფს, რომელსაც ჩვენ რეინკარნირებულ სულად ვიცნობთ
და რომლის მისაღებადაც დედამიწაზე იქნება ნაყოფი შესაბამისი ინდივიდუალური კოდი. გაცნობებთ იმასაც, რომ მარსის სულთა სამყოფელს სამოთხის კარიბჭე ჰქვია. მაგრამ რა ემართება იმ სულებს, რომელთაც მიბული ყავთ ისეთი აზროვნებითი არქივი, რომლის პატრონებიც არ იყვნენ ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დამცველი? ცხადია, ისინი ვერ დასლევენ დედამიწურ მიზიდულობას და რჩებიან დედამიწურ გარემოში მოხეტიალე სულების სახით. ხოლო დამდაბლების კატეგორიის და შესაბამისად, ან ისევ ადამიანში რეინკარნირდებიან ჩანაცვლებითი გზით და გააძევებენ კოსმოსიდან წამოსულ სულს, ან და მასთან ერთად რჩებიან მეორე სულად. ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი მთვარეზე არსებულ ეგრეთ წოდებულ ჯოჯოხეთის კარიბჭეში მიემართებიან და ღებულობენ შესატყვის დემონურ სხეულს. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ბიბლია უწოდებს პირველ სიკვდილს. ხოლო რაც შეეხება მეორე სიკვდილს, მის ცოდნაზე ვისაუბრებ მხოლოდ გადარჩენილად. ვინაიდან მათ მეტად საპასუხისმგებლო მისია აქვთ დაკისრებული საიმისოდ, რომ დედამიწაზე შექმნან სამართლიანი და სიმართლით მართული ცხოვრება. რადგან ამის გარეშე ვერ იქნება შესაძლებელი ადამიანური სულის სიმძლავრის ის სიამაღლება, რომ ნამდვილ სამოთხეში მოსაკვედრად თან გაიყოლონ სამოთხის კარიბჭეში მყოფი ის მომლოდინენი, რომელნიც მათი გენის წარმომადგენლები არიან. რაც უნდა მოხდეს ყოველგვარი გარდაცვალების გარეშე, სიცოცხლიდანვე სიცოცხლეში გადასვლა. ეს არის სინამდვილე იმის შესახებ, რის მისაღწევადაც შექმნა ღმერთმა არსება ადამიანი. თუმცა დავძენ იმასაც, რომ გადმოცემული ინფორმაცია მეტად მცირეა იმისა, რაც ამ საკითხს ეხება, მაგრამ ძალიან მალე დადგება იმის დროც, როცა მისი სრული ინფორმაციის გავრცელებაც მოხდება. ამასთანავე იმასაც დავამატებ, რომ სამოთხეში ჯერ არავინ ასულა ქრისტეს გარდა და უკვე შევდივართ იმ დროში, როცა ის ტყუილები, რაც რელიგიებმა ავრცელეს საუკუნეების მანძილზე, სწორედ მათვე აგებინებს მწარედ პასუხს იმაზე, თავიანთი მოგონილი სიცრუების დაჯერებით, ასე ძალიან რომ დააშორეს ხალხი ღმერთს. საუბრის დასასრულს კი აუცილებლად უნდა შევეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბიბლია და მისი წინასწარმეტყველებანი. რაზედაც მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. ბიბლია, რომელიც მომცველია იმ კანონმდებლობებისა, რომელიც შემქმნელმა ღმერთმა ქმნილება ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელ ინსტრუქციად დაუდგინა და სულთან ერთად გონების პროგრამად უბოცა, მთელ თავის წინასწარმეტყველურ ცნობებს ამ კანონებით განსჯის მიხედვით ადგენს. ამიტომაც ბიბლიური ყველა წინასწარმეტყველება მთელი სიზუსტით აღსრულებადია მის შესასრულებლად გათვლილი დროის დადგომისთანავე. ეს გარდაუვალი სინამდვილეა და მას ირწმუნებს ვინმე თუ არა, ამით სამყაროში არაფერი შეიცვლება. გარდა იმისა, რომ მორწმუნო ძალიან დაზარალდება. აქ ამ ცნობის ჩართვა იმიტომ მივიშნიე მიზანშეწონილად, რომ ბიბლია არის ის წყარო, რომელიც ადასტურებს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ნამდვილობას. როცა სამოთხის კარიბჭეში მყოფებზე ამბობს, რომ ადამიანებს ისინი მკვდრებად მიაჩნიათ და სინამდვილეში კი ცოცხლები არიანო. ხოლო უწმუნოთა შესახებ კი, რომელთაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები, იუწყება იმას, რომ მათ სიკვდილის შემდეგ ტანჯვის ფასად მოუწევთ სიმართლის შეცნობა. ახლა კი დაგემშვიდობებით.